სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. სულიერ ცხოვრებაში მორწმუნე ადამიანი ისე რომ ხშირად არც ფიქრობს, ამას აქვს მუდმივ ესეთი განწყობა, რომ ღმერთისგან სასწაულს ელოდება. დიახაც ხდება სასწაულები და ზოგადად მთელი სამყარო სასწაულია, თავად ადამიანის სასწაულია. ქრისტეს ღმერთობის წმენაც სასწაულია. მაგრამ მუდამ ელოდება სასწაულს დასტურს თავისი რწმენის. ერთის რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის. იმიტომ რომ ჩვენი რწმენა ყოველთვის სუსტია და გვინდა რომ ხილულად გქონდეს ნიშანი იმისა, რომ ღმერთი არათუ არის, არა მხოლოდ არის, არამედ ის ჩვენთანაც არის. მაგრამ რამდენად მოსწონს უფალს ამგვარი მოლოდინები. ჩვენ ვიცით, რომ გაგვიგია ყოველ შემთხვევაში, ზოგ შემთხვევაში გვინახავს ისეთი სასწაული, სადაც მართლაც აი საღვთო ნიშანია, როცა ბუნების კანონებიც კი ირღვევა. მაგრამ ესეთი რამე ძალიან იშვიათად ხდება და ამას გარკვეული მიზეზები აქვს, როცა ასეთი რამ ხდება. მაგრამ ეს შინაგანი მოთხოვნილება, რომ დაგვიზუსტოს ღმერთს, დაგვიმტკიცოს ღმერთს, შინაგანად რომ გამტკიცდეს, გარეგნულად რომ დაგვიმტკიცოს, რომ ღმერთი არის და ჩვენთან არის, ეს როგორც გითხარით, ინტუიციური მოთხოვნილება ჩვენ სამწუხაროდ გვაქვს, სამწუხაროდ იმიტომ, რომ უფალი სხვა რამეს გვასწავლის წმინდა წერილში. უფალი ამბობს, რომ სულიწმინდა ღმერთი, რომელიც მოვა, ის იქნება მოწმე. ჩემი ღმერთობისა, ჩემი თქვენთან ყოფობისა. სულიწმინდა ღმერთი, რომელიც არ არის აუცილებელი მოქმედებდეს ბუნების კანონების ცვლილებით. არ არის აუცილებელი. ეს დამოკიდებულება ამგვარი, რომ სასწაულს ვითხოვთ, უფალს არ მოსწონს და დღევანდელ სახარებაში ეს კატეგორიულობით ტონითაც კი არის. გახსოვთ, როგორ ფარისეველნი იწყეს გამოძიებათ მისსა და ითხოვდნენ მისგან სასწაულს მზეცით და ამით გამოცდიდნენ. ანუ რაღაც ხილული დაინახო და შეეხო. ამოიოხრა უფალმა, სული თქვნა სულითა თვისითა. ეს მარკოს სახარებაა და თქვა, რა იარს ნათესავი ესე, რამე თუ ეძიებს სასწაულსა. გახსოვთ ერთ ადგილას იმასაც ამბობს, რომ ნათესავი ბოროტი და მემრუშე ეძებს სასწაულს. ბოროტი ანუ რომელიც უკეთურინებით ცხოვრობს, მემრუშე რომელიც თავის რწმენის და ღმერთის მოღალატეა, ანუ ის ვინც ესე დაჟინებით გარეგან ვიზუალურ დასტურს ეძებს თავისი რწმენის შესახებ და გული არაა გაფაქიზებული ისე, რომ სულიწმინდა ღმერთის მიერ განიცადოს თავისი რწმენის ჭეშმარიტება, ეს უფალს არ მოსწონს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გული ვერ იღებს ღმერთს, ამიტომ სულიწმინდა ღმერთის მოქმედებას ვერ გრძნობს და გარედან რაღაც ნიშანი და დასტური ჭირდება. და გახსოვთ რა შეუნება, რომ ამ ნათესავს, ანუ ასეთ ხალხს არა ეცეს ნათესავს ამას სასწაული, არ მიეცემა ნიშანი. არ მიეცემა ნიშანი ქრისტეს ღმერთობის. ერთ ადგილას ამასაც ამბობს, რომ მიეცემა ნიშანი მხოლოდ ერთი და ახსენებს იონა წინასწარმეტყველს. არ მიეცემა ნიშანი გარდა იონა წინასწარმეტყველის. რას ნიშნავს იონა წინასწარმეტყველის ნიშანი? იონა წინასწარმეტყველის ნიშანი ორ რამეს ნიშნავს. პირველი, ეს არის მისი გახსოვთ, იგი ნინევიას უქადაგებს და მოუწოდებს სინანულისათვის. სასწაული ამ შემთხვევაში ჩვენ ინტუიციურად ვითხოვთ რაღაცა მატერიალური კანონების უგულებელს ყოფას ან რაღაცა ცვლილებას იქ, რომ შემთხვევით ხელშესახები გახდეს ზებუნებრივი ძალის მყოფობა და რომ დარწმუნდეს ჩემ რწმენაში. მაგრამ სინამდვილეში სასწაული თავისი სიტყვის ეტიმოლოგიითაც კი და საღვთისმეტყველო განმარტებით ნიშნავს ნიშანს ღმერთისაგან მოცემულს, რომლითაც მე განვისწავლები იმაში, რომ ღმერთი ჩემთან არის. იონა წინასწარმეტყველის სასწაული ნიშნავს იმას, რომ იმისათვის, რომ მე ღმერთი შევიმეცნო და დავინახო, მე უნდა შევინანო რამე თუ წინასწარმეტყველი იონა მოგვიწოდებს ყველას სინანულისათვის და როგორც წმინდა წერილი მოგვიწოდებს მთლიანად სინანულისათვის. ანუ უმთავრესი ნიშანი იმისათვის, რომ მე ქრისტეს ღმერთობა შევიცნო, ეს არის ჩემი მეტამორფოზის პროცესის დაწყება ჩემში, ანუ სინანული. და მეორე 3 დღე იცით, რომ გაატარა მან დიდი თევზის თუ ვეშაპის მუცელში, როგორც ბიბლიაში არის აღწერილი და მე აღმოთხეული იქნა ვეშაპის პირიდან. და ეს არის წინასწარმეტყველება უფლის
ჯვარცმაზე, მის მოკვდინებაზე და საფლავში 3 დღე დამარხვაზე და აღდგომაზე იქიდან. ანუ იმისათვის რომ მე შევიცნო ქრისტეს ღმერთობა და ჭეშმარიტი მორწმუნე ვიყო, უნდა მქონდეს სინანული, ანუ მეტამორფოზის პროცესი ჩემში და მეორე, გულით უნდა ვატარებდე მკვდრეთით აღდგარ მაცხოვრის წმენას განცდის დონეზე. ეს არის მთავარი ნიშანი, ეს ორი რამ. და თან ამბობს, რომ სხვა ნიშანი არ მოგეცემათ. ეს ორი რამია მნიშვნელოვანი. წმინდა წერილში ჩვენ სხვა ადგილასაც ვხედავთ, რომ სასწაულს არ აქვს ის პრინციპული მნიშვნელობა. გახსოვთ, ყველაზე დიდ ადამიანად დედათა მიერ ნაშრომს ვის უწოდებს უფალი. ვის უწოდებს და იოანე ნათლისმცემელს. და ხაზგასმით ამბობს, რომ იოანე ნათლისმცემელზე დიდი არ შუბილა და წმინდა წერილიდანვე ვიცით, რომ პირდაპირ ფარისევლები ამბობენ, იოანე ნათლისმცემელი დიდ წინასწარმეტყველად მიაჩნიათ, მაგრამ თვითონვე ამბობენ, მას არც ერთი სასწაული არ გაუკეთებია. არც ერთი სასწაული არ გაუკეთებია. აი ეს გარეგნული ხილულის სასწაული. თავარი სასწაული მის ნიშანი ის იყო, რომ მან მიანიშნა იესო ქრისტეს. ესე იგი, წმინდა წერილზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ როცა ჩვენ გვაქვს ეს შინაგანი მოთხოვნილება, რაღაცა ღმერთი განსაკუთრებულად ჩაერიოს, ფიზიკურად ხელშესახებად ჩაერიოს ჩვენ ცხოვრებაში, სულიერი თვალსაზრისით ეს არ არის ჯანსაღი მოვლენა. იმიტომ რომ ღმერთი ჩვენ გველაპარაკება სხვანაირად, იგი გვიმოწვევს ყოვლადწმინდა სამების მესამე პირის სულიწმინდა ღმერთი გვიმოწვევს მისი ღმერთობის შესახებ. ჩვენ უნდა ვატარებდეთ ჩვენს გულში მკვდრეთით აღდგარ მაცხოვრის რწმენას განცდის დონეზე და შეხებითად, რომლის შემდგომაც ჩვენ ყველა კითხვა გვიქრება, როგორც მოწაფეებს ეუბნება და მოციქულებს და ჩვენში უნდა მიდიოდეს მუდმივი მეტამორფოზის პროცესი იმისათვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ქრისტეს ღმერთობის რწმენას და ამ რწმენის გაძლიერებაც, გათავისებაც და ამ რწმენაში აღორძინებაც. ამის და როცა ამ ყველაფერს ესაუბრება, მე წერია რომ დაუტევნა იგინი და წავიდა. ანუ თუ ჩვენ აი ამას არ ვითვალისწინებთ ჩვენს ცხოვრებაში, მაშინ უფალი გვტოვებს და ჩვენგან მიდის. ჩვენ უნდა დავაფასოთ ყველაზე მთავარი სასწაული. ჩვენ უნდა დავინახოთ ჯერ ღმერთის კვალი. სასწაული ხო ღმერთის ნიშანია ღმერთის ყოფობისა ჩვენთან. ჩვენ უნდა დავინახოთ ეს ნიშანი ყველგან, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რომ მთელი სამყარო ისეა, რომ შეუძლებელია, რომ ვერ მიხვდე, რომ ღმერთი არსებობს. და ჩვენ უნდა დავინახოთ ღმერთის ყოფიერება, ღმერთის არსებობა და მისი ყოფობა ჩვენთან, ჩვენი გულის მდგომარეობით, როცა ჩვენთან რწმენა მოვიდა და რა უცნაურად მოხდა ეს. და ჩვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ისინი ვინც ღმერთს ეძებენ, ღმერთის მაძიებელი ადამიანი თავის ცხოვრების ყოველ წამში ღმერთს ხედავს. ღმერთის ყოფობას ხედავს თავის ცხოვრებაში. ხოლო ის ვინც ღმერთის ძიებას წყვეტს, ის ვეღარ ხედავს ღმერთს თავის ცხოვრებაში. და ყველაზე დიდი სასწაული არის ის, რომ როცა სწორასულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ხდება ადამიანის გარდაქმნის პროცესი იწყება რა, ადამიანი ნელ-ნელა ქრისტეს დარისათნოებებით აღიჭურება და ქრისტეს ემსგავსება. ამას დიდი სასწაული არაფერი არ არის და როცა ჩვენ წმინდათა ცხოვრებას ვკითხულობთ, როცა ჩვენ მათ სურათებს ვხედავთ, მე-20 საუკუნის ვიდეო კადრებსაც ვხედავთ, რომლებიც მე-20 საუკუნის მოღვაწეები არიან და წმინდანებაც კანონიზირებულები, ჩვენ ვხედავთ თუ როგორი შეიძლება გახდეს ადამიანი ამ წმინდანების მაგალითზე და აი ამ სოფელში, სადაც ამას სოფლის სული როგორ მძლავრობს, უცებ რომ ხედავთ ანგელოზებს, მართლაც ანგელოზის ადამიანებს, რომლებიც ქრისტეს გვანან, თავიანთი გამოხედვით, თავიანთი შინაგანი სამყაროთი მდგომარეობით, ხო? და ეს ასეთები გახდნენ ისინი იმიტომ, რომ მთელი თავის ცხოვრება გულით ღმერთს ეძებდნენ, მას ერთგულებდნენ ქრისტეს, ბაძავდნენ და ემსგავსებოდნენ და ეს მსგავსება სახეზეა, ამაზე დიდი სასწაული რა შეიძლება იყოს. და აი
ამის საპირისპიროდ არის არსებობს ესე იგი ფარისევლობის სული და როგორ ამბობს მოწაფეებს რეუნება გახსოვთ ეკძალენით ცომისაგან ფარისეველთა და ცომისაგან ჰეროდიანთა ანუ ფარისეველი რომელიც უბრალოდ რელიგიური ადამიანია და მას არ შეუძლია ქრისტეს დანახვა და ჰეროდიანი ანუ რას ნიშნავს ჰეროდიანი ეს არის კარიერის მოყვარე ქრისტიანები რომლებიც ეკლესიის წიაღში მიწიერ კეთილდღეობას ეძებენ. სამწუხაროდ ეს მოცემულობაც არსებობს. მიწიერ კეთილდღეობას ეკლესიური იერარქიის ხარჯზე. რაც რა თქმა უნდა ძალიან მძიმე ცოდვა არის. და ამასთან ერთად ჩვენ დღეს ტიმოთეს პირველი ეპისტოლე წავიკითხეთ, სადაც ახასიათებულია თუ როგორ ცხოვრობს ქრისტიანი, ნამდვილი ქრისტიანი, როგორ ცხოვრობს ნამდვილი ქრისტიანი ღმერთს ესავს, ანუ ღმერთის იმედი აქვს და ლოცვა ვედრებაში ატარებს დღესა და ღამეს. თვითონ გულმხურვალება ღვთისძიებაში ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი ღმერთის ჩვენთან ყოფობისა. სიმდაბლე ღვთისგანგებულებისადმი უდრტვინველი მორჩილება ესეც ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია ჩვენთან ღმერთის ყოფობის. მაგრამ ეს ყველაფერი, როცა ჩვენ თავარზე ვსაუბრობთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში სხვანაირად არ ერევა. ძალიან ხშირად ყველას აქვს ეს გამოცდილება, როგორ სასწაულებრივად ერევა ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში, როგორ ზრუნავს ძალიან ხშირად ყველა წვრილმაზეც კი, ყოფი წვრილმაზეც კი, ისე როგორც მოციქულებზე იზრუნა შიოდათ მათ და მიუხედავად იმისა, რომ თევზი თვითონ დააჭერინა ის თევზი, მაგრამ მაინც თევზი დაჭერილი ჰქონდათ და მიუხედავად ამისა გამზადებული შემწვარი თევზი ნაკვერჩხალზე დაახვედრა და პური. ხო, საფსწელია სადა გააკეთა სადიშოვა, ხო, ზრთუ ის არის, ხო, თვითონ არ დაუჭერია, ღმერთია, ანუ ყველაფერი მის ხელშია რა, ხო, ჩვენ არ ვიცით იქ ვარწერია როგორ მოხდა ეს, რომ ყდეთი დავდვარი მაცხოვარი თევზის დამუშავებას ხوار დაიწყებდა, საოცრებაა, ხო, მაგრამ აქ სხვა რამე აქვს მნიშვნელოვანი, რომ ამ წვრილმაზეც კი როცა ცოტა მოეთმინათ შეელოთ მოწაფეებს და ის თევზი რომელიც დაიჭირეს ის გაემზადებინათ, მაგრამ გამზადებული დაახვედრა, ანუ სინამდვილეში ღმერთი ყველაფერზე ზრუნავს, რაც წვრილმანებზეც კი და სასწაულებრივათაც კი. უბრალოდ, როცა ჩვენ ვითხოვთ, იმაზე მეც რასაც ღმერთი ამ კუთხით გვაძლევს. და ვითხოვთ არა იმიტომ, რომ ამის რაღაცა განსაკუთრებული საჭიროება შეიძლება არსებობდეს, არამედ იმიტომ, რომ დადასტურდეს ღმერთის ჩვენთან ყოფობა. გესმის? აი ეს არის ყველაზე ცუდი, რომ გამტკიცდეთ რწმენაში და არ ვტკიცდებით იმით, რასაც სულიერი ცხოვრება ქვია, რასაც გულის გაფაქიზება ქვია სულიწმინდა ღმერთის ფაქიზის შეხებისთვის. როცა ჩვენ არ გვინდა ერთგულება ქრისტესადმი და ამ ერთგულებით გულის გაფაქიზება, გაფაქიზებულ გულით კიდევ უფრო მეტ რწმენაში მოსვლა, მეტი რწმენით კიდევ უფრო მეტ ერთგულება და აი ეს პროცესი რო ჩაირთოს, ეს რო არ გვინდა და ეს რო გვეზარება. ის გარეგანი რელიგიურობით კმაყოფილდებით და თქვათ რაღაცა მიწიერ კეთილდღეობას ცდილობთ, მიწიერი კეთილდღეობის მოპოვებას და ძალაუფლების მოპოვებას ეკლესიაში. აი ეს არის, ეს ცომისაგან ფარისეველთას აი გრძალენით ამას გვეუბნება. ხოლო ნამდვილი ქრისტიანი ღმერთის იმედად არის და ლოცვა ვედრებაში ატარებს დღესა და ღამეს. რატომ ლოცვა ვედრებაში? იმიტომ რომ ცხოვრების საზრისია მისთვის ღმერთი იესო ქრისტე და მას არ შეუძლია რომ ღმერთის გარეშე ერთი წამითაც კი იყოს. ამიტომ დღე და ღამეს ატარებს. დღე და ღამეს მისით სუნთქავს, მისით არსებობს. ხოლო განცხრომაში მოყვარე კი რომელიც ამას არ აკეთებს, ანუ რომელიც ხორციელად ცხოვრობს, სიამოვნებით ცხოვრობს, მხოლოდ ის ცოცხლადვე მკვდარია, ესე ამბობს პავლე მოციქული. ცოცხლადვე მკვდარი. და მე რა თქმა უნდა კიდევ ერთი აქ ესეთი ნიუანსია, სადაც გვიგვანიშნებს, რომ ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ ქრისტიანები, ერთმანეთზე ზრუნვა, ხოლო ვისვისაც უცხოა თავისიანთა და მით უმეტეს ოჯახისათვის, სახლებულისათვის ზრუნვა, რწმენის უარყოფილი და უწმუნოზედაც უარესი. ანუ ეს დანარჩენი ყველაფერი დასტურდება, რასაკამდე ვთქვით, იმით, რომ ჩვენს გვერდზე მყოფ ადამიანს ვხედავთ მის გასაჭირს, მის ტკივილს და მასზე ზრუნვა
ჩვენი ცხოვრებისაგან განუყრელია, ჩვენი სარწმუნოებრივი ცხოვრებისაგან განუყრელი. შეგვეწიოს სუფალი, რომ სულიერ ცხოვრებაში არ გამოგჩეს რაღაცა ისეთი ნიუანსები, რითაც ჩვენ გვეგონება რა, რომ სწორად ცხოვრობ წინამძღოლში გზიდან აცდენილები ვიქნებით. და თუ ჩვენ წმინდა წერილს გავიხდით მეგზურად, არასოდეს არ შეგვეშლება. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.